აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენითა და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა. 23 მაისის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 2014 წელს აფხაზეთის დღე დადგინდა და მას შემდეგ ტრადიციულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნება. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს სამდღიანი პლენერის აფხაზეთის ფერების ფარგლებში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების დათვალიერება შეეძლო. წარმოდგენილი იყო 3 დღის განმავლობაში ბეთანიის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დუშეთსა და კასპის რაიონებში სპეციალურად ამ დღისადმი აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა და აფხაზეთის მხატვართა კავშირმა განვახორციელეთ პროექტი მიუძღვენით 23 მაისს პლენერი, ანუ 23 მხატვარი გავიყვანეთ 3 დღის განმავლობაში საქართველოს ლამაზ მხარეებში და ჩვენ პლენერს დავარქვით აფხაზეთის ფერებით. ანუ იგულისხმება ფერებით უნდა შეგვექმნა აფხაზეთთან მიმართებაში სხვადასხვა ჟანრობრივად სხვადასხვა ხასიათის ფერწერული ნამუშევრები და ასევე გულისხმობდა აფხაზეთის მოფერებას აი ამ მანძილიდან შევეცადეთ შეგვექმნა საინტერესო სურათები და დღეს ისინი გამოვფინეთ აქ. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ფერწერული ტილოები შეიქმნა და სწორედ აი ამ ფერწერული ტილოების გამოფენა შედგა დღეს ვალერი არქანიას არტ გალერეაში. ხედავთ, რომ ტილოები არის მრავალფეროვანი, თითოეულმა მხატვარმა ჩადო თავის ფერებით, მოფერებით, აფხაზეთის ტკივილი, მონატრება და დაბრუნების იმედი. ეს იყო აფხაზეთისათვის მიძღვნილი აფხაზეთის ფერებით, რომელსაც ორმაგი დატვირთვა აქ ეს არის, რომ აფხაზეთის ფერებით, ანუ ბუნების ფერებით, ჩვენ ვეფერებით ამით მონატრებულ აფხაზეთს. ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებით იმითი, რომ აფხაზეთი ჩვენია და ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება დიმიტრი ჩაიანის სახელობის დარბაზში კონცერტით გაგრძელდა. საღამოს საგანგებოდ მომზადებული სცენარის მიხედვით წამყვანები გიორგი გასვიანი და მარიამ ჩუხრუკიძე უძღვებოდნენ. მსახიობებმა აფხაზეთის თემაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს. დამსწრეს საზოგადოებას აფხაზეთის სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა აფხაზეთი, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და კვარტეტმა აფხაზეთი ქართულ-აფხაზური სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის დღე მიულოცეს და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობა დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის აფხაზეთის საზოგადოებისთვის არის ძალიან სენსიტიური და მინდა პირველ რიგში მიულოცო ყველას და დიდი მადლობა გადაუხადო უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს ილია მეურას რომ ეს დღე დააკავშირა ძალიან მნიშვნელოვანი სიმონ კანელის სცენების დღესთან რომელიც მე მიმაჩნია არის სულიერი სიმბოლო აფხაზეთის. ეს კვირეული გაიხსნა 17 მაისს გაიხსნა პირდაპირ იქ ადმინისტრაციულ საზღვართან სოფელ რუხში. ეს იყო გრანდიოზული ღონისძიება, რომელსაც რამდენიმე 1000 ადამიანი ესწრებოდა. დევნილები, არადევნილები, იქიდან ენგურს გაღმიდან გადმოსული ადამიანები და მე რამდენადაც ვიცი, იქ აფხაზებიც იყვნენ. დღეს იყო ყოველივე ამის დაგვირგვინება. ჩვენ აფხაზ მეგობრებს აი ამ დღეს ყოველთვის მოუწოდებთ თანხმობისკენ, მოუწოდებთ შერიგებისკენ, მოუწოდებთ ნდობის აღდგენისკენ. დღეს აქ შესრულდა სიმღერები, შესრულდა ცეკვა აფხაზურად. ჩვენთვის აფხაზური სიმღერა და აფხაზური ცეკვა ისეთივე მშობლიურია, როგორიც არის ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს აფხაზეთი და ყოველთვის გვახსოვს ის პრობლემა, რომელიც არის მოსაგვარებელი. და მოგვარება აფხაზეთის პრობლემისა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შერიგებით. სხვა გზა არც აფხაზებს და არც ქართველებს ჩვენ არ გაგვაჩნია. თითოეული ამ ღონისძიების მიზანი სწორედ აი ეგ არის, რომ აქედან უფრო ინტენსიურად წავიდეს გზავნილები, წავიდეს მოწოდება შერიგებისკენ, მშვიდობისკენ. დღევანდელი საღამო ის საღამო არის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ. ვამხნევებთ და იქაც ხვდებიან. იქიდანაც გვირეკავენ. იმათაც იციან რა დღეები მიდის დღეს. აქ იქ დიდი პრობლემებია. ჩვენი იმედი აქვთ. იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოვუაროთ აფხაზეთს
იმიტომ რომ სხვა გამოსავალი იმათვის არ არსებობს. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი დღეს არის აფხაზების და აფხაზეთის გადარჩენა და ჩვენი გაერთიანება. აქ ვღერივართ აფხაზურად, აქ ვცეკვავთ აფხაზურად, ისინი მოდიან აქეთ, ყველა ერთმანეთს ვესალმებით. ჩემთვის და დევნილის საზოგადოებისთვის და არა მარტო ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეს პერიოდი აფხაზეთობა არის ერთგვარი ანგარიშის დრო, როდესაც ქართული საზოგადოება თავის სათქივარს იხსენებს, ამ პრობლემას იხსენებს, იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე ქვეყნის დაცვის სამსხვერპლოს იტანეს და რაც მთავარია, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გათავისების პერიოდი იმ დროის დაჩქარებისათვის, რასაც ქვია აფხაზეთში დაბრუნება. ამიტომ მარტო კონცერტებისთვის არ არის ეს კვირეული გამოცხადებული. ეს არის ძალიან დიდი ტკივილის გახსენების, ძალიან დიდი იმედის გამოხატვის, ძალიან მისასალმებელი ასეთი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოებისა ამ დღეებისადმი და მეც ჩემთვის დიდი პატივია მასში მონაწილეობა, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე. დღევანდელ ღონისძიებაზე მე გამიხარდა, რომ იყო წაკითხული თანამედროვე ავტორების ლექსები. მათ შორის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ ჩემი ნაწარმოებიც იქნა წაკითხული. ჩვენი თაობის ავტორების ფიქრი, საფიქრალი, საოცნებო, მათი შემოქმედების დედააზრი ხომ აფხაზეთია და უკეთესი სივრცე სად უნდა ყოფილიყო სცენაზე გამოსულ თითოეულ ადამიანს. მინდა რომ აი გულზე ხელის დადებით უთხრა დიდი მადლობა. იმიტომ რომ მაყურებელი ყოველთვის გრძნობს, რამდენად განიცდის არტისტი, ხელოვანი იმ სათქმელს, რომელიც მოწოდებით მან უნდა მიაწოდოს მსმენელს და აბსოლუტური განცდა იყო იმის, რომ ეს ხალხი ძალიან კარგად გრძნობდა თავის სათქმელს, რაც მოქონდათ ჩვენამდე. დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილის საზოგადოება ესწრებოდა. გამარჯობა აფხაზეთის გურჯონთებო თეთრო სანატორია მომენატრანზე სინათლის მფენი მომენატრას ზღვა რომელიც შორია მომაგებო შენიგივე პალმა სადოდესმენ შვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი მომაგებე შობლიური მომაგებე შობლიური მიწა შენი ძველი მეგობარი მიწა პირველი არ არის, რა თქმა უნდა, როდესაც მიმყავს იგივე თუნდაც აფხაზეთობა ან ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც უკვე ამ ახალ კედლებშია, ჩვენ გვაქვს უკვე სცენა, გვაქვს შენობა, დარბაზი, მხოლოდ ლირიკაში და ასე ვთქვათ, აფხაზეთის სიყვარულში და ისტორიულ პარალელებში გადავიტანეთ და აი ესე გავაკეთეთ. დღევანდელი საღამო რეჟისორი იყო გოგა თავაძე, მე და მარიამ ჩუხრუკიძეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს მივყავდა და მე ვფიქრობ, რომ ასეთი მესიჯებით ჩვენს აფხაზეთის მოსახლეობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყოველთვის უსვამთ იმ მთავარ სათქმელს, რომ ჩვენი გეზი არის აფხაზეთისკენ და ყოველი კონცერტი მთავრდება იმით, რომ იქნება და შემდეგი კონცერტი აფხაზეთში ჩავატაროთ უკვე. მთავარი სათქმელი ჩვენი ეს არის, გილოცავთ აფხაზეთობას. ჩვენთვის როგორც აფხაზეთის სიმღერისა ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლისთვის განსაკუთრებული დღეა და ყოველ წელს განსაკუთრებული პროგრამით ვცდილობთ, რომ შევხვდეთ. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სიახლეები, რამდენიმე ცეკვის სწავლს დექით მაყურებლის წინაშე და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიგვიღო მაყურებელმა. ვფიქრობ, რომ ეს დღე განსაკუთრებული არა მარტო ჩემთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, ვინც თვლის, რომ აფხაზეთი ეს არის ჩვენთვის ის სავანე, რომელშიც უნდა დავბრუნდეთ აუცილებლად. ეს განწყობა გვაქვს, ეს სურვილი გვაქვს და ეს არის ჩვენი დიადი მიზანი, რისთვისაც ვიბრძვით და რისთვისაც ვშრომობთ და რისთვისაც არის ჩვენი ხელოვნება ღირებული.